მშვიდობა თქვენ და ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქალბატონებო და ბატონებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. დღევანდელი გადაცემა ჩვენი დიდი და ძველი მეგობრისა და კოლეგის, დილის გაზეთის ლეგენდარული რედაქტორის, ჟურნალისტის, პუბლიცისტის, გამომცემლის, როგორც თავად ბრძანებს, წიგნის მკეთებლის, მანანა კარტოზიას ახალ, დიდ წარმატებას მიუძღვენით სრულიად განსხვავებულ ამპლუაში. მე და ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, თავადაც ორიგინალური და ფრიად საუცხოო წიგნების შემქმნელი დარეჯან კვარაცხელია, შევეცდებით წარმოვაჩინოთ მანანა კარტოზიას ზღაპრების ახლად დასტამბული კრებულის უტყუარი ღირსებები, წარმოვადგინოთ იგი ფართო მაყურებლის წინაშე. მოგესალმებით ძვირფასო ხალბატონებო მანანა და დარეჯან. მადლობას გიხდით სტუდიაში წვევისათვის. ჩვენო მანანა, დიდი მადლობა სურპრიზისათვის. ჯერ კიდევ თქვენი წინასტუმრობისას რომ ვიწინასწარმეტყველი, რითაც ნამდვილად ვამაყობ. მაშინ ვერაფრით დაგითანხმეთ, არ ვარ მწერალი და მით უმეტეს საბავშვო მწერალიო დაიჟინეთ. თეოლოგიზმიც კი შემოგთავაზე, წიგნის მკეთებელი, ბუკმეიკერი. მაშინ გამოხდა ხანი და ერიდაბერი ფაქტის წინაშე დავდექით. ხელთ გვაქვს ზღაპრების ახლახანს გამოცემული დიდებული კრებული წავუკითხოთ უფროსებს. მიხარია და ვამაყობ, რომ ალბომ არც ამჯერად მიღალა და როგორც მაშინ ლავის ნახევარი საუკუნის წინ, როცა 16-17 წლის თავდაჯერებული გოგონა, თინეიჯერი როგორც ამბობენ, ახალგაზრდული გაზეთის რედაქციაში საკმაოდ თანამად შემობრძანდით და შენი პირველი პუბლიკაციებისა თუ რესპონდენტებთან საკმაოდ ორიგინალური, ლაღი, მომხიბლავი ურთიერთობის მანერით მალე დამარწმუნე, რომ გამომეცნო შენში მომავალი ძალიან საინტერესო ჟურნალისტი. მაინც რატომ გამიჯიუხდით ქალბატონო მანანა ერთი წლის წინ? რა იყო მიზეზი? თავადაც არ ელოდით, რომ ეს ახალი ტალღა გაჩნდებოდა თქვენს ცხოვრებაში, ასეთი მძლავრი და შთამბეჭდავი, რომელსაც უკვე მიუძღვნეს აღფრთოვანებული რეცენზიები, არც მეტი, არც ნაკლები ისეთმა მკაცრმა შემფასებელმა, როგორც პაატა ნაცლიშვილია. ამერიკიდან მქონდა. ბატონო? ამერიკიდანაც იყო გამოხმაურება და ახლა ჩაბოთლა ძალიან შორს წაგვიყვანს ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ჩვენი შეხედულება, ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეფასება უნდა შემოგთავაზოთ. აი რა მოხდა? არ ელოდით ამ ამხელა სიახლეს თქვენ შემოქმედებაში, თქვენმა უკიდეგანო კოლხურმა თანმდაბლობამ გძლიათ თუ უბრალოდ როგორც ჩვენ მედია თეორეტიკოსები ვამბობთ ხოლმე, მოულოდნელობის ეფექტი აგვიფეთქეთ და აი სასიამოვნოდ გაოცება გსურდათ ჩვენ. რა იყო ამ გაჯიუტების მიზეზი მაინც? დიდი მადლობა, რომ აი დღეს ნამდვილად მახარებს ეს, რომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა გამომივიდა, იმიტომ რომ მართლა სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი და ეს არ არის ახლა წერლობის სურვილით ნაკარნახევი რამე, ეს არის საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გაკეთებული რაღაც რებუსი, რომლითაც მინდა რომ ჩემი ოჯახის წევრებს დაველაპარაკო და ჯერ იმათგან ვერ მივაღწია იმას, რომ თავიდან ბოლომდე რამე ჩაიკითხონ. ყველაზე დაუნდობელი შემფასებლები ესე იგი, ისე მოხდა, რომ ხატვარმა გადაფარა მე მგონი ჩემი ტექსტები და იმდენად შთამბეჭდავია, რომ წიგნებს დაათვალიერებენ, პირველი თუ წაიკითხეს ზღაპარი და მოგახსენებენ თავის აზრს და მანდ მთავრდება და აი თქვენ რომ ბოლომდე წაიკითხეთ ეს ნაბჟენი და დღეს ამას მეთქით, ეს შემთხვევით რაღაცა ძალიან დიდი სიხარულია. აი აქ წიგნის შთაგონება, ერთი წლის წინ როცა თქვენთან მოვედი და გიპატაკეთ ამ პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის შედეგები, სწორედ იქ გადავაწყდი ამ წიგნს. აი ჩავიქროლე და თავისი ფერით, აი როგორი ფერია, მომხიბლავი წიგნი, თავისი ფერით უკან მომაბრუნა რაღაცნაირად და აღმოჩნდა რომ ეს არის ერთ-ერთი სერიიდან და აქ იყო ერთი ეპიზოდი რომ არსებობს ბოროტი რომელიც დღესასწაულო განწყობილებაში ჩასურეს სიტუაციას და აი გაშლაზე არის უყავისფერია ფერი იმიტომ რომ ჩააკაკაშკა ადამიანმა ამ სადღესასწაულო განწყობილებაში და
მე მქონდა ერთი ეპიზოდი ცხოვრებაში, როდესაც ადამიანმა მოინდომა რომ ესე ჩამიკაკაშკოს განწყობილება ხელს ქონია შეუბადა და საქართველოში ცხოვრობდა. ზოგადად მე არ მიმაჩნია რომ მხოლოდ საქართველოში ხდება ეს ადამიანთა მოდგმა ასეთია. აქეთ რომ ეშმაკის აქეთ ანგელოზი და ანგელოზი ყოველთვის აჯობებს გჯეროდეს. აი, შემთხვევის ანგელოზი გამომიგზავნა ღმერთმა. მე მქონდა დაწერილი იქვე პარიზში რომ ვიყავი და ეს წიგნი რომ ხელში ავიღე და აი ეს კულმინაციური მომენტი რომ ნახე იქვე ერთ ღამეში დავწერე ეს ჩოჩრების თავგადასავალი. მაგრამ მე კიდე შემემთხვა ამბავი რომ ეს ჩოჩრების თავგადასავალი დავახატინე და წარვადგინე როგორც პროექტი, რომ დაფინანსებული იყო კულტურის სამინისტროში, მაგრამ იქ ძალიან მკაცრი აღმოჩნდა კომისია და თქვენს რომ ეს განაცხადი არ იმსახურებდა ისეთ სერიოზულ დაფინანსებას, როგორცაც მე ვითხოვდი და უარი მეთქვა. ამაზეც გამბოროტდი და მე კიდე 6 ზღაპრები. ამ ზღაპრების გამბოროტების გარდა ყველაფერი ეთქობა ჩემმანანა. ასე რომ ეს ყველაფერი ზედაპირული იყო და აი ასე მოკლედ შემთხვევის ანგელოზის წყალობით მოხდა ეს რომ ერთ წელიწადში გიპატაკეთო კი ბატონო ვარ საბავშვო ავტორი. ნამდვილად ხარ საბავშვო ავტორი, საბავშვო მწერალი. მე მეც ვიტყოდი, მაგრამ კაცრად ამიგრძალეთ დილაბრიან, ამიტომ რესპონდენტის სურვილი მისი უკიდეგანო თანმდაბლობაც კი ჩემთვის კანონია. ეს ეთიკა მოითხოვს ამას ჟურნალისტური და ვერსად გავექცევი და არც გვინდა აქედან გაქცევა. ეხლა ჩემო ქალბატონო დარეჯან, როგორც უტყუარ ალღოიან გემოვნებიან მკითხველს, ამაზე მეტის თქვა თქვენგანაც აკრძალული, რომ სწორედ ნეგაციებით მაღალი შეფასება მაქვს თქვენთვის. აი, ფიქრობთ, რომ ზღაპრების ეს ულამაზესი სამყარო კიდევ ერთი ახალი ძალიან საინტერესო მეზღაპრის ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით საბავშვო მწერლის დაბადებას ნიშნავს და გულისხმობს. და ვარ ამ ფაქტის მოწმენი, რაც მე ვიმეორებ, ძალიან მიამაყება, ძალიან მიხარია. ვიჭინას წარმეტყველა ერთი წლის წინ და მქონდა ამას რეალური საფუძველი, მქონდა მისი 2 ზღაპარი წაკითხული ორატორი, მაგრამ ორატორის ზღაპრითაც როგორც წვეთში ოკეანის სულ თქვა მიყვარს ეს შედარება, იგრძნობა ხოლმე პოტენციალი და შესაძლებლობები ავტორისა, რომელიც მან აი ბატონო დაგვარწმუნა ამაში. გისმენთ ქალბატონო დარეჯა? მოგესალმებით ქალბატონო, მოგესალმებით მანანა. დავიწყები იმით, რომ მანანას ვიცნობ რაღაც წინაცხოვრებიდან ასე თქვა. ყველანი წინაცხოვრებიდან მოვიდა. ჩემი დიდი პატივისცემამას, მის გამომცემლობას, მის შემოქმედებას, მის ნაწერს და ბოლოს რამოდენიმე დღის წინ დამირეკა ქალბატონადიანამ და მითხრა რომ მანანამ გამოსცა საბავშვო წიგნი ზღაპრები ძალიან კარგი, ასეთი ისეთი. მითხარი წავიკითხავ როგორც ერთი რიგითი მკითხველი და მე რო გადაცემას ვამზადებდა თუ შეიძლება რომ ვქოთ ერთად ვისაუბროთ და მოვეფეროთ მანანას. მითხარი მანანას ისედაც მომეფერები ამ წიგნის გარეშეც მითხარი მისი წინა შემოქმედებიდან და მომიტანა. მე როგორც ტელევიზიონში ბრჭყალებში პირველ რიგში წიგნში მიყვარს ავქნა ფერები. გამოსახულება პირველი გვერდი, შემდეგი გვერდი და როგორც მანანამ თქვა, შერწყმა არის აქ ტექსტისა და ნახატის. მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ დავეთანხმები რომ გადაფარა. ერთი მეორის ღირსია, ერთი მეორის ასებს ალამაზებს და წარმოაჩენს. ტექსტს ყოველთვის მე როგორც მეც ვაკეთებ ხოლმე წიგნებს და ყოველთვის მიყვარს ტექსტის შინაარსთან, ტექსტის შინაარსთან ახლოს ფოტოები, ნახატები, არა მნიშვნელობა. ის ერთმანეთს ავსებს პირიქით. არ გარბიხარ ნახატიდან, პირიქით როცა კითხულობ, იმასაც უყურებ და იმასაც ერთობლიობაში აღიქვავ. ძალიან მომეწონა ყველა, წავიკითხე, არ დაგიმალავ, 1.5-ჯერ წავიკითხე. უდროობისა გამოთორენ. გადავათვალიერე ძალიან ბევრჯერ და რა ვიცი, ხა ყველა ზღაპარი მომეწონა, მაგრამ განსაკუთრებით მომეწონა იას და პეპელას ურთიერთობა. იმიტომ რომ ერთ რამეს ვიტყვი, რომ აქ რომ წაიკითხავთ ამ წიგნს, ბიჭიკოც მომეწონა, რა თქმა უნდა, მისი საცოლე, მისი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის დროს, თქვა, საქართველოს ტერიტორიებსაც ეცნობი. აი ძალიან მომეწონა სენაკში ტეხურის პირას არსებული ციხე-გოჯი მოქალაქეები.
ეს არის რა ვიცი რამდენი საუკუნის ჩვენი წინაპრების აშენებული და მადლობა მათ ამისთვის და ადამიანს რომელიც ამ ზღაპარს წაიკითხავს ამ წიგნს წაიკითხავს იქნებ გაუჩნდეს სრულიად რომ ახლოს გაიცნოს რა არის ეს არქეოპოლისი რა არის ეს ციხე-გოჯი და სად არის საერთოდ მდინარე ტეხური და სად არის გონიო და სიტყვა აშინერს რას ნიშნავს ეს მეგრელებმა ვიცით კარგად და სხვებმა ძალიან კარგად ისწავლეს და გაიგეს ამის შინაარსი არ ეგრეს აი ქმედება რომელიც არ შეიძლება ნორმალურმა ქრისტიანმა კეთილშობილმა ადამიანმა ჩაიდინოს მე ასე მიხსნიდან და ასე მესმის მეც დაუბრუნდები იმ ზღაპარს რომელიც ძალიან მომეწონა აქ არის ქართულ ენაზე ქართულის გაფრთხილებაზე ენის გაფრთხილებაზე გრამატიკაზე საუბარზე დღეს ამ არეულ სამყაროში სამწუხაროდ ტელევიზიებიდან თუ რა ვიცი აი სოციალური მედიიდან იფრქვევა ათასნაირი გაუმართავი წინადადებები და ეს ბავშვებს ყურში ხვდებათ და მე ვფიქრობენ რა ტელევიზიით ითქვა ესე იგი საინტერესო და მეც გავიმეორებ და აი კარგად ამბობს მანანა რომ არ უნდა შემოუშვა შენს ენაში ის უცხო ისეთი რომელიც თქვა არ შეიძლება შეერწყას ქართულ ენას მადლობა ამისთვის მანანას ნუ იები მიყვარს უზომოდ პეპლებიც თავისთავად და აი მათი ეს ურთიერთობა რაღაცა ადამიანების ურთიერთობას მაგონებს და ნუ ბიჭიკო მომწონს გადასარევი კაცია იბრძოლა იომა დაუბრუნდა თავის ოჯახს თავის აყვარელ ცოლ-შვილს მე რა რომ ის ერთი იყო თქვა იმ მრავალთაგან იყო განსხვავებული გამორჩეული და იმან იბრძოლა და დაამტკიცა რომ ის ნამდვილად იყო ერთადერთი და გამორჩეული იმ სამყაროში თავისიანებში ნუ დანარჩენზე მე ვისაუბრებ მაგრამ ოფელინას ერთგულმა გალობამ დააბრუნა რა თქმა უნდა ესეც საოცარ სიმბოლოდ აღვიქრილა ჩემო მანენა რომ აი დედა ბოძი ქალის დიდი სიყვარული უანგარო და უანგარიშო და უპირობო სიყვარული ისე დონჟუანად დაბადებულ მამაკაცებს კი მოაქცევს და ამ სიყვარულის მეტრფეთ აქცევს ნუ ქალი საერთოდ ყველაფერია ოჯახში ქალი დედაბოძიც არის სწორედ დევს ამ კონტექსტში სიძლიერეც არის ლამაზად და რომანტიულად რაც მთავარი არა ისე რომ აეხანგელებ არა ძალიან ლამაზად აი და ეს ურთიერთობა მათი თქვა ყოველგვარი ძალს ადიყავე ამდენ ხანს რა დაბურგერი პირიქით მან აგრძნობინა თავის მეუღლეს ბიჭიკოს პატრიციონ ბიჭიკოს რომ ის მთელი ცხოვრება ელოდებოდა და ღირსი იყო რომ დაბრუნდა და მას დახვდა თავისი ოჯახი კი ბატონო და ამიტომაც აი სწორედ რეცენზენტმა ალბათონმა სადღობელაშვილმა მას სიყვარულის ჰიმნი უწოდა და ძალიან მომეწონა იცი რაღაცნაირად აი რაღაც მთლიანობაშია დანახული რაზე დგას ოჯახის და მე მაინც ვიგულისხმერო ქართული ოჯახი ზოგადად სამყარო მაგრამ რა ვიცი ძალიან შორს მიდის არა მხოლოდ ქართველ უცხოელ მეცნიერთა კვლევები რომ სამყაროს ფუძე და ჭიპი გამოყავთ საქართველოს ძალიან მინდა დავიჯერო მაგრამ ჯერ ამას კიდევ ალბათ ჭირდება დასაბუთება თუმცა ბევრი ფაქტი ამას მოწმობს რომ აი სწორედაც აი ქვაკუთხედი ხო ოჯახია ერის ქვეყნის სამყაროსი და იმ ქვაკუთხედის დედაბოძი ქალის უანგარო ვიმეორებ უანგარიშო და უპირობო სიყვარული და ერთგულება უსაყვედურო რომელსაც აი სიყვარულო გალობის გზით მოხავს ყველაზე ჯიუტი და დონჟუანი მამაკაცი კი საბედისწერო თავგადასავლების შემდეგ აი მკერაზე რომელიც მან დატოვა და ერთი რამეც აუცილებლად უნდა ვთქვა არ გამიბრაზდებით რა თქმა უნდა დღეს ძალიან ბევრს აქვს სურვილი გამოსცეს წიგნი ძალიან საინტერესო იდეები აქვს პროექტები წერენ ამზადებენ მაგრამ ეს ყველაზე მთავარს რომ დაფინანსება როგორ შეიძლება თქვათ წიგნი დაბეჭდო დააფინანსოს ვიღაცამ და მადლობა იმ ადამიანებს ამაზე დეტალურად მანანა ისაუბრებს მეც მქონია ეს შემთხვევა რომ ისეთ ადამიანებს უთქვიათ უარი წიგნის დაფინანსებაზე რომ აი გული დამწყვეტია მაგრამ მე არ დამიხევია უკან არ გავჩერებულ ვარ გზა გამიგრძელებია და მიპოვია ეს ადამიანები ვისაც აქედან დღეს თქვენი გადაცემიდან მილიონ მადლობას ვეთქვი და მანანაც
ვერთები ამ მადლობას ნამდვილად აუცილებელია მიუხედავად იმისა რომ ცოტა რთული პერიოდი გვაქვს წიგნებიც უნდა გამოიცეს ეკლესია მონასტრებიც უნდა აშენდეს ოჯახებიც უნდა აშენდეს შვილებიც უნდა გავზარდოს და ვასწავლოთ სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული რომელზეც განსაკუთრებულად საუბრობს მანანა თავისუფლებაზე რა არის თავისუფლება მადლობა ჩემო ქალბატონო იმიტომ ეს საქმე არ ითმის სულიერება არ ითმის თუ წინ არ მიყავს ეს თაობა მისი სულიერება მისი ზნება მისი ღირსება ის უკან წავა ერთ ადგილას ვერ გაჩერდება შენ ამას ემსახურები ჩემო მანანა ნუ ხა 7 შვილიშვილის ბებო და 3 შვილის დედა ამაზეც აგიტალური მაკლაპარაკი მაგრამ ასე არ არის იცით ეს უკმალო მთელი ეს სიტყვა სიყვარული ამაგი გამოცდილება ამ ნიჭიერი ქალის არსში თორე შეიძლება 15 შვილი ყავდეს და ერთი საყარი ვერ დაწერო ახლა სხვა ამბავია მანანა ნიჭიერება სხვა არის მაგრამ ის ფუნდამენტი ის გამოცდილება მე მგონი რომ 16 წლის მანანა ამას ვერ დაწერდა თუმცა ის დიდებისთვის მაშინ ძალიან საინტერესოდ წერდა უკვე და მაუცებდა ეს პატარა სტაჟიორი გოგონა კი ბატონო ეხლა რა მინდა მანანიკო კითხო ჯერ ჩემს კითხვას უპასუხოს თუ შეიძლება კი ბატონო ერთი სადღე გძელო მეც კი ბრანდენის გაგეხარდების ბოლოში ეს ხათაშორის არტ რედაქტორმა მოიფიქრა ესო დანელია მთელი საგამომცემლო ჯგუფი დავხატა რატო იმიტომ რომ აუხსნათ ბავშვებს რომ წიგნის კეთება არ არის აი პოსტის დადება რომ რაღაცა მოიფიქრე ფოტო დაადე და წიგნის კეთება მოითხოვს იმას რომ წიგნი იყოს კონცეპტუალური გააზრებული ყავდეს აი სერიოზული შემადგენლობა ვიღაცამ ავტორის ნაშრომი უნდა წაიკითხოს რომ იქ რედაქტირება ჭირდება ქართული ენის სამრეკლოდან რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყოს რამდენიმე სიტყვა ამოვიღე იმიტომ რომ ლექსიკურად რო განვიმარტა ელზანა ვახტეველმა რომ შენ ამის თქვა გინდა და ეს დაწერეო მივხვდი რომ ავტორი ვარ მაგრამ ვერ დავიჩემებ რომ ზუსტად ვიპოვნე ის სიტყვა და მე რეცენზენტი პატანათრუშვილი დავწინის რომ ზღაპრები და ლექსიკონი მე არ გამიგიაო მაგრამ რა ვქნათო კარტოსი დავაზობს და მიიღოთ ეს ამბავიო და მაგრამ ისება ერთი დიდი ღირსება ამ წიგნის მე თუ მტკიჩა და აი ზუსტად მაგას ვამბობ რომ მე ხო გამოთქდა რომ მეც ვიპოვეო ამ ლექსიკონში ახალი სიტყვა რომელიც ქვილთი არ მწოდნია რა იყო და სიტყვის პატანათრუშვილი შენი დიდი მეგობარი სარედაქციო ჯგუფი ამ სარედაქციო ჯგუფში მხატვარი ილუსტრატორი რომელმაც მე თუ თქვა ერთ კვირაში დავწერე ეს ტექსტი ამ ადამიანმა 4 თვე იმუშავა რომ ეს ილუსტრაციები შეექმნა მე რედაქტორი ქალბატონი ელზანა ვახტეველი რომელიც ესე იგი ზუსტად 1000 ჯერ მიუბრუნდა ჩემს მოვლენებს ჩემო ძვირფასო ელზანა ვახტეველი ცალკეთებაა და ისევე როგორც მხატვარი ასე რომ კარგი მაშინ აი დაფინანსებასთან დაკავშირებით ვიტყვი ამ შემთხვევაში ჩემი ქალიშვილი შორენა შავშტაშვილი გამოვიდა შემთხვევით დამფინანსებელი იმიტომ რომ აღმოჩნდა აი ეს რაღაცა პროგრამა ქონდა სადაც სრულიად შემთხვევით ჩაჯდა საბავშვო წიგნის მოთხოვნაც იმიტომ რომ ლონდონის წიგნის ბაზრობიდან რატომღაც საბავშვო წიგნზეც იყო საბავშვო წიგნზეც აღმოჩნდა ინტერესი და აი ჩემი გამზადებული პროექტი სრულიად შემთხვევით ჩავარდა სიტუაციაში და ეს იცით რა არის აი არის ნამდვილად გამომცემლის პრობლემა იმიტომ რომ ეს ძვირი სიამოვნება არ არის იაფი სიამოვნება აი ეს წიგნი შეიძლებოდა 10 ჯერ მსუბუქი ყოფილიყო რომ ფული ყოფილიყო უკეთესი ქაღალდის რომელიც არ არის მძიმე მაგრამ ის კიდევ უფრო გააძვირებდა მეორე მესამე გამოცემებისთვის და უკეთესი ცხოვრებისთვის გააძვირებდა ამ პროექტს და ამიტომ აი დავბეჭდეთ ამ პოდკასტს და ესეთი აპარი მადლობა მადლობრივ უპასუხე ჩემო მანანა ეხლა ბავშვებისთვის ისევე უნდა წეროთ როგორც დიდებისთვის და კიდევ უფრო უკეთო მოძღვრავს კლასიკოსი ჩვენთვის კარგად ცნობილი ასეა დიდებისთვისაც გიწერია წლების განმავლობაში და ეხლა ეს სასწაული დავიდე უკვე პატარების სულთან მე ხო აი ეს მაგალითი რო ვთქვი რომ იმდა პარაშუტით დავეშვი ჟურნალისტიკიდან ამ საბავშვო ლიტერატურაში მე ვიცნობ
ქართულ საბავშვო ლიტერატურაში მწერლებს, რომლებსაც რკინის ქალანები აწვიათ, აღჭურვილი არიან პედაგოგიკის წოდნით, აღჭურვილი არიან საბავშვო ლიტერატურის განვითარების ეტაპების გააზრებით რაღაცით და ისე ემსახურებიან ამ საქმეს და მე მინდა მათ წინაშე ქედი მოვიხარო. იმიტომ რომ ის აღიარებული ავტორები არიან. ყველას თავისი გზა აქვს, ჩემო მანამ. არა, მით უმეტეს შემოქმედება. მე წარმოდგენა არ მაქვს ეს არის თუ არა საბავშვო ლიტერატურა. აი უბრალოდ მე მგონია რომ არის აქ რამდენიმე გმირი, რომელიც შეიძლება მოიწონოს და შეიყვაროს ბავშვმა და მე რაღაც დროს კიდე მიუბრუნდეს ამ იმას. აი მან არ შემიძლია დაბეჯითებით თქვა რომ ეს რა არის ზუსტად. აი ყველაზე უკეთესი ზღაპარი არის ყოველთვის სადიდოც და საბავშვოც. ანუ ნებისმიერი ასაკის ადამიანი იპოვის მასში ძალიან საინტერესო მარცვალს და საფუძველს იმისა, რომ რამდენჯერმე მიუბრუნდეს. ვიცი, მე როგორც ერთი რიგითი მკითხველი ვფიქრობ, რომ არაერთხელ მიმახედებს ამ შენი ძალიან მომხიბლავი ბრძნულად დაწერილი წიგნისკენ ის ინტერესი, რომელიც ჩვენ ბავშვობიდან მოგვყვება. ინტერესი სამყაროს შეცნობისად შემომანენა. ისევ ჩვენი ძვირფასი არის რეცენზენტი ქალბატონი დავესესხები მას, რომ ადამიანი, რომელიც ბავშვობაში არ დარჩება, უბრალოდ არ წამოიღებს ბავშვობის სიხალასეს, სიძფერეს და რაც არის ცნობის მოყვარეობას, სამყაროს შეცნობისას, სამყარო ამოუწურავია, რომ ვინ ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი გენია ამოუწურავ. აი ეს ცნობის მოყვარეობა და პლუს წლების უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც იმ ბავშვობის სიხალასით შენ გაცემინებს პასუხებს პატარისთვის საინტერესო კითხვებზე და ეს შემთხვევითი არ არის სათაური წავიკითხოთ უფროსებს. მე სულ მაოცებ და რატომ ითვლებოდა ჯანი როდარის საბავშვო მწერლად, როცა მას დიდებისთვისაც და დასრულობის ასაკში ვეროთ მეც პოულობ მასთან ჩემთვის საინტერესოს, თუმცა ბავშვობიდან ვიყვარს, ხო ეს ჯანი როდარი ისეთივე საყვარელი მეზღაპრე იყო ჩვენთვის ბავშვობიდან, როგორც ჩვენი ქართველი კლასიკოსები, მასთან და მისით გავიზარდეთ, რომ ანალოგიურად ასტრიდ ლინდგრენი განა დიდი ბებო, რომელიც უკითხავს შვილიშვილს მის ზღაპრებს, ის არის არ პოვებს სიამოვნებას ამაში და მისთვის არ არის საინტერესო. ყველა ღირებული ვიტყვი ძალიან თავმდაბლურად ტექსტი თანაბრად თუ არა მეტნაკლებად საინტერესოა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის და ყველაზე ძვირფასი და ყველაზე სასიამოვნო რამაც გამოროცა მე დავინახე, რომ სწორედაც იქნებ უფროსებმა მეტი ამოიღო ნაკედან ჩვენს გაუხეშებულ ყოფაში, სწორედ ის სიკეთე, ის სინაზე, ის სილამაზე, რომელიც ცოტათი მიგვავიწყდასავით ამ დუხჭირ ყოფაში და სწორედაც იქნებ ამიტომ არის ძალიან დროული ეს კეთილი ზღაპრები, კეთილი და ბრძნული ზღაპრები შორს წავალ. ახლა მე არ მინდა რომ თქვენზე მეტი ვილაპარაკო. ჩემო დარეჯან, აი სწორედ მე არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ამ საზღაპრებს ჩვენმა მანენამ ძალზე დამაინტრიგებელი სახელწოდება გაუკეთა. წავუკითხოთ უფროსებს. როგორ ფიქრობთ, რატო გადაწყვიტა ასე ავტორმა? მე ნაწილობრივ თითქოს გავეცი ამას პასუხი, მაგრამ ეს ჩემი პოზიციაა. თქვენი აზრი მაინტერესებს. უფროსებს იმიტომ უნდა წავუკითხოთ, რომ რასაც მშობლისგან ხედავს ბავშვი, იმას ირეკლავს, ითვისებს, ისვრუტავს, ასე ვთქვათ. როცა დედა, მამა, უფროსი და-ძმა გამართულად საუბრობს, ბავშვიც გამართულად საუბრობს. როცა თქვათ დედა, მამა კარგად იქცევა და შეუძლია ბოდიშის მოხდა და ბოდიშს იხდის ღირსეული ადამიანი, ეს მისთვის მაგალითია. და ესეთი მაგალითები არის უამრავი ამ წიგნში და მე გავაგრძელებ თქვათ ჩემს ნათქვამს, ამ წიგნს ახლავს ზღაპრების სიტყვანი. აი ეს არის აუცილებელი საკითხავი მართლა დიდებისთვის, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში საუბარში წერის დროს, რა ვიცი, ჩვენ ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ, არა და ქართული ენა, ქართული ლიტერატურა იმდენად
დიდარია და იმდენი კარგი სიტყვები გვაქვს, რომ აი არ გვჭირდება ჩვენ სხვისგან ცესხება და აქ ძალად შემოტანა. და ესეც ერთი ცალკე წიგნად შეიძლება გამოიცეს ეს სიტყვანი და მეც ძალიან ბევრი ესეთი სიტყვანი პოვედა მისი განმარტება, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ არ ვიცოდი და ალბათ ბევრი იქნება ჩემნაირი. არანაკლები ინტერესით იკითხება ვიდრე ზღაპარი. მე ვფიქრობ, სწორედ ზღაპარს მიდევნებობს აქ ეფექტი, იმიტომ ბავშვი როცა კითხულობს და იქ რაღაც ბუნდოვანია, სწორედაც იქვე და არა სადღაც ეძებოს. თუმცა აქ ის არის ძალიან ბრძნული დარიგებაც არის, რომ ზოგადად მიჰყავს ლექსიკონისკენ ავტორს პატარა. აი მეანიშნებს, რომ არსებობს ასეთი სხვა სამყარო, სულხან-საბა სიტყვის ტონის პატრონები ვერც ხარო არაფერი და უამრავი სხვა ლექსიკონი გვაქვს და აი იმ გზისკენ გაახედებს აი ამ სწორედ ამ ზღაპარს მიდევნებული არაჩვეულებრივია. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთი დიდი ღირსებაა სწორედ ამ უბრალოდ მე არ მიცემ ჩემთანს ახლა უფლებას ესენი წავიკითხო, კითხვალს დიდი სიამოვნება ელოდება. დაუტოვოთ ეს სიამოვნება აუცილებლად უნდა წაიკითხონ. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნები მანანას და თქვენ ჩემო მკითხველებო, წინ დიდი ბედნიერება გელოდებათ ამ წიგნის გაცნობით და მადლობა მანანას და ველოდებით შემდეგ სერიებს, შემდეგ წიგნებს. კი ბატონო, აუცილებლად. ჩოჩრების, კუების, ბატკნების, მამლების, ის პილოს და თუთიყუშის, ბოქლომის და მაკრატლის საოცარი ზღაპარი ესეც ზღაპრული თავგადასავლების სწრაფად სულ მოუთქმელად იწერებოდაო. ამბობს მანანა, წერთ სხვა კონტექსტში, სხვა გარემოებათა ხას გასასმელად ჩემო მანანა. აი ამან გამაოცა ცოტა არ იყოს. მესმის პოეზიაში ასეთი მოზღვავება სათქმელისა ჰაინერო წერდა, როგორც ცრემლები ერთ ბაშად გვადგება თვალზე, ასე ერთ ბაშად იბადება ლექსიო. აი ზღაპრის შემთხვევაში მე სულ მგონია, რომ ამას ცოტა მეტი წვალება, მეტი დრო, აი ეს ვერ წარმომედგინა, რომ იქაც ხდება ასეთი ამოფრქვევა სათქმელისა. ეს როგორ ხდება? ეხლა მაქვს უკვე საშუალება გავიაზრო ეგ როგორ და თუ შეიძლება რომ ცოტა სამზარეულოში შეგვახედოთ. ესე იგი ჩემს დიდ ოჯახში დღის წესრიგი შეიცვალა და საჭირო გახდა რომ აი ეს რაღაცა ამ განცდებზე თითოეულ ოჯახის წევრს ცალ-ცალკე დავალაპარაკებოდი და აქ არის მიძღვნე თითოეულს ცალ-ცალკე ველაპარაკები. მაგრამ აი მე ფორზატში რო დაიბადა ეს ის რომ ალაზანო და ალაზანო რაღაცნაირად თითქოს აი ამ დალაპარაკებაში თითქოს გამოვატანე ეს განცდა ამ წიგნს და ეს ჩემთვის პატარა აღსარებაც არის და ანუ ჩქარა დაიწერა იმიტომ რომ ამ განცდაში დიდხანს ვიყავი და მე უცებ დაიწერა და აი ფორზატს მინდა მიაქციოთ ყურადღება ეს იამ როგორ გაიაზრა მხატვარმა რომ აქ არის მზეც და მთვარე და ვარსკვლავები და ეს ჩემი ალაზანო და ფორზაცი ბოლოში არის უკვე მზე ჩადის და მთვარე და ვარსკვლავებია ანუ ეს თავიდან ბოლომდე არის ისე კარგად გააზრებული რომ ვინც ეს ერთ რამე დღის ღმერთო ჩემო და ეს მაგონებს მე ქვემოთ წერ ამაზე ასე რომ სიტყვას არ დავასწრებ მოვლენებს აი თქვათ წარმოვადგინე ხო სარედაქციო ჯგუფი ხო წარმოვადგინე მაგრამ კიდე ერთი ადამიანი ვინც ეს შექმნა არ მოხვდა იქ რატო იმიტომ რომ სტამბაში რომ მივიდა და იმ გოგომ რო ნახა რომ არტ რედაქტორი თხოვდა რომ ამოჭერი ეს ორთვალა ია და გვინა გავაკეთოთ სანიშნო რა კი აქ ორი თვალი იყო იმ გოგომ აუცილებლად მოინდომა რომ თასმაც ორი ყოფილიყო და რაღაც აი ვის ხელშიც მოხდა ყველა შემოქმედებითაც შეხვდა ისეთი ამაგი დაასწრო რომ ეს უნდა გაგიმართლოს რომ შეხვდეს ასეთი გუნდი იმიტომ რომ გავიმეორწლები ბატონო მაგის დისტატიობა ჯერ კიდე დილის გაზეთიდან ეხლა ვიცი რომ მომხდება შენგან ლეგენდარული იყავი ჩემო მანანა ლეგენდარული თუნდაც იმიტომ რომ დღესაც არის ბოდავენის ბავშვები დილის გაზეთელების გუნდი ჩავკიარ არმია ჩამოყალიბდა რომლებიც მისტერიან და შენატრიან იმ წლებს სადაც დაფრთხილდნენ მანანას ფრთების ქვეშ ისინი და ამ გუნდის შექმნის დიდოსტატით ბრძანდები
ვიტყოდი, ამიტომ შევიკრიბეთ სწორედ დღეს ჩვენ აქ და თქვენ უკვე გამოარჩიეთ შებოდარეჯან და ასარით მოვლენებს პერსონაჟი, რა თქმა უნდა, ის პეპელა და ლურთვალა ველური, ანუ ბუნებრივია, აიქაც ყველაფერი ბუნებრივის აპოლოგიაც არის ეს ზღაპარი სხვა ბევრ ღირსებასთან ერთად, მაგრამ აი კიდევ რომელ პერსონაჟს გამოარჩევით, თუმცა ორივე პერსონაჟს მიუბრუნდება, მე არ მეგულება აქ პერსონაჟი, რომელიც არ მომენატრება რაღაც ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა და რაღაც მომენტში, თუნდაც სულის მალამოთ, რომ მიუბრუნდე და აი ნახო რა ლამაზი სამყარო შეგვიქნა ქალბატონმა მარინა. კიდევ ერთხელ ხა ყველა კარტები არ გავხსნათ, ცოტა საიდუმლო და დაუტოვოთ მკითხველსაც. მაგრატლის და ბოქლომის ურთიერთობა, სპილოს და თუთიყუშის ურთიერთობა. აქ რა დავინახე, იცი, აი სპილოს და თუთიყუშის ურთიერთობაში აი ჟურნალისტური ხასიათი, სწრაფვა პირველობისკენ, ექსკლუზივისკენ, რომ აი მე ახლის დანახვის სიხარული, მე უნდა და სხვისთვის მიწოდება, პირველობა, აი ეს დავინახე აქ და რა ვიცი, თითოეულ ზღაპარში არის აი ეს სწრაფვა უკეთესობისკენ, რომ ხვალდილას აუცილებლად ამოვა მზე და გაანათებს ამ ასე ვთქვათ, სამყაროს დედამიწას, ჩვენს გულებს და კიდევ ერთხელ მადლობა მანანას ამისთვის. შეიძლება მე გამოვყო. კი ბატონო, აი რა თქმა უნდა. თქვათ, ეს თუთიყუშის და სპილოს დიალოგი ფაქტობრივად ჩემთვის რა არის საკუთარ თავთან დიალოგი, რომ ეს ჟურნალისტიკა რა იყო ჩემ ცხოვრებაში ესეთი წარმავალი თუ მაინც იყო რაღაცა რაც უნდა დარჩეს და ბოლოს აი ძალიან დიდხანს ვფიქრობდი იმ ფინალზე, რომ მაინც სპილოს უნდა დარჩეს ბოლოს სიტყვა თუ თუთიყუშს და მაინც თუთიყუშს ანუ ჟურნალისტიკას დაუტოვე. ბოლოს ჟურნალისტიკას. ხო, რომ მაინც აი იმას რომ არ გადაერჩინა ეს სპილოს ისტორია არ ეცოდინებოდა, ხო, ეგეთი ამბავია. ჩემთვის მაგალითად ასკილის ბუჩქი, ასკილი რა არის? ყველა ვარდის დედაა. ხო და რო შერყონიან ამ ასკილს და იქ რო ხდება გარდატეხა სიტუაციის, აი ჩემთვის ეს ასკილის ბუჩქია ძალიან სიმბოლური. ზოგადად სიმბოლოებით დაყრდნილია ეს. აი ხო ეს ოფელი ლია ერქვა დედაჩემს და ამ დროს შექსპირიდან მოყოლებული ეს არის სიყვარულის სიმბოლო, ხო და მე ისე აი ეს ნამდვილად რეალურად ესეთი სიყვარულით იცხოვრა დედაჩემა და ბოქლომის და მაგრატლის ამბავი ეს უკვე ჩემი სიყვარული, ანუ მე ვერ შევძელი დედაჩემისნაირი სიყვარული მქონე და იმიტომ რომ რაღაც უფრო სხვანაირი ამბიციები მაწუხებდა ცხოვრებაში და ამიტომ განცდის დონეზე აი ეს გმირები მართლა განცდით გაკეთებული გმირები არიან და ალბათ შეიძლება ამით იპოვნონ გზა იმისკენ რომ მართალი და განცდით გაკეთებული მკითხველთა გულებისკენ. ქალბატონო მანანა სიტყვანი რედაქტორმა შეადგინა ზღაპრების ერთ-ერთი გმირის აბჯარასხმული ის ჯერ აბჯარასხმულია ხო სასწაულია პროტოტიპი სწორედ ჩემი წიგნების რედაქტორი და მეგობარიაო წერთ ავტორის წინასიტყვაობაში იმიტომ ხომ არა რომ ეს მოგრძალებული უთქმელი და თავმდაბალია აბჯარასხმულ მეომარს ემსგავსება როგორც კი დედაენას უბოდიშოთ ეხებიან დასაოცარ სიჯუტეს იჩენს ხოლმე სისხლის ბოლო წვეთამდე იცავს ქართული ენის საზღვრებს, კანონებს, ამოცანებს, მიზნებს. მე ვიტყოდი, რომ ეს ავტორის მონდომებაც და რედაქტორის და რაც თორე მხატვარი როგორ მიყვება აი ამ ლაიტმოტივს შენი ზღაპრებისა, რომ აი სწორედაც 2 დღის წინ ქართული ენის დღე იყო. და ხო და ჩვენ საქართველოში სულ ქართული ენის დღე გვაქვს ჭეშმარიტ ქართველებს მიასწრებს. ყოველ დღე უნდა გაუხსნათ. აი თუ შეიძლება ელზა ნაბახტევლის შესახებ უფრო დაწვრილებით. აი ერთ შტრიხს ვიტყვი და ყველაფერს ბატონო ჩვენ კიდევ მაგრამ მინდა აი რო არის ფრაზა მოთხოვნადი დღევანდელ დროში არის ავტორიტეტული და მოთხოვნადი რედაქტორი. და მაგრამ რა ხდება? ელზა გააკეთებს წიგნის რედაქტირებას, მე ამ წიგნს მიაყოლებს 300 გვერდიან ახსნა განმარტებას ავტორისადმი, რა გაასწორა და რატო გაასწორა. მე შეგუებულია იმას, რომ ის ავტორი იქიდან 10%-აც არ გაიზიარებს, მაგრამ
ძალიან შვიდად ყველა ახალ წიგნზე ისევ იგივე შემართებით იწყებს მუშაობას. უბრალოდ დაფიცებული აქვს, რომ თარგმანებს ხელს აღარ მოკიდებს, მაგრამ უკვე იმდენჯერ იყო გამონაკლისი, რომ მაინც მოკიდა და შეასკდა და მაინც არაფერი არ გამოუვიდა, რომ მეც ვაძალებ, რომ ეს აღარ გინდა, ეხლა ამ თარგმანის ხელის მოკიდება აღარ გინდა, მაგრამ აი რა ის შინაგანი ხმა, რომელიც არ აძლევს საშუალებას, უფლებას, რომ არ ვიცი, ეს არის ფასდაუდებელი ადამიანი, ჩვენ ვიყავით თანაკლასელები. ის გახდა ისტორიკოსი, მე გავხდი ჟურნალისტი, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლაში ვიცოდი, რომ ის ჩემი რედაქტორი იყო, იმიტომ რომ მე არ მიყვარდა გრამატიკა, წერდი მილიონს ისულელეს და ის ყველა ჯერზე არ ეზარებოდა და ეს ქვეწყობილი წინადადება, აქ ეს კენი, იქ ის კენი, რაღაცებს სულ მეუბნებოდა და მე ისეთი ავტორიტეტული სტილისტების სკოლა გამოიარა. რა ვიცი, ეხლა უკვე იმათ მემკვიდრეთ თulis თავს ლევან თოლოდავა ვთქვათ, ცისანა ნიკოლეიშვილი ვთქვათ, კიდე იყო 1-2 ვისანაც შემთხვევა. ხო და ესე იგი ის თulis რომ მათი ისეთ მათ წინაშე ისეთი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ვერასდროს ვერსად ვერ გაიქცევა ამ პასუხისმგებლობას და აი ეს ადამიანია და რა ვიცი, ჩემ პატარა ზღაპარში თუ ეს ხასიათი რაღაცით გამოჩნდა. გამოჩნდა, მეცაც ვიტყვი, აი ეს არ ვიცი ხა ძალიან ვერიდები ხმა მაღალს, მithom ორივე რაღაც უკიდეგანოთავდაბალი ადამიანის შემთხვევით და ამასაც ვაფასებ და ეს მიყვარს სწორედ ქართველ ადამიანში. მაღალთა თავდაბლობა ოდით და ოდით ამას არ ეღალატება ხომ, მაგრამ მაინც სათქმელი უნდა ითქვას, რომ აიას ლაიტმოტივი დედაენაზე გაზრდილი ქალბატონის დაწერილია ეს წიგნი და დარეჯანა ჩემ ურჩხეიძეს ქონდა ეგეთი არაჩვეულებრივი სპექტაკლი ძალიან სამოქალაქო მაგრამ ბევრი გეგულებად მაგის დამნახავი და გამეორებელი და მაგაზე მაქვს სწორედ ლაპარაკი, რომ ჩვენ დედაენაზე გაზრდილი თაობა ვარ და აი ამ წინა გადაცემაში, რომელიც 14 აპრილს გავიდა დედაენის დღეს, ბატონ ბადრისთან მქონდა მაშინ ინტერვიუ, აი დაჟინებით ვიმეორებ, რომ აი გაისად 2026 წელს იცით კარგად არის უკვე 150 წლისთავი გოგებაშვილის დედაენის შექმნისა. იქნება 150 წლისთავზე მაინც დავაბრუნოთ მეთქი დედაენა ჩვენ ობლად დარჩენილ სკოლებში და მიტოვებულ სკოლებში. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და დღესაც მინდა, რომ ეს წიგნი იმ ყველაფრის მერე იყო ჩემთვის საჩუქარი, რომ აი იმ პატარა მინი ლექსიკონებს წინ უძღვის სწორედაც ეს საოცარი ყვავილი, ეს ია და სიმბოლო, ჩვენი დედაენის სიმბოლო. აი ია ეს მხატვარმაც შეიგრძნო ავტორმა ხომ კი ბატონო ჩვენ ერთმანეთისგან ყველანი რაზე ლაპარაკი და დედაენაზე გაზრდილი თაობა ვარ და გვინდა რომ ჩვენი შვილიშვილები და შვილთაშვილებიც გაიზარდონ დედაენაზე და ეს წიგნი სწორედაც არის დედაენის სამყაროში მიბრუნების ერთი ძალიან წარმატებული ცდა. ეს მინდა ვთქვა ჩემო მანენას. შეიძლება პატარა შენიშვნა გავაკეთო. ბატონო გააკეთეთ. ესე იგი აი გოგებაშვილის დედაენა რომ უპირობოდ არის ძეგლი, რომელიც უნდა დარჩეს, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ აი ეხლა უფროსი შვილიშვილი ჩემი 20 წლის არის, 20 წლის წინ სკოლაში რო შევიდა, მას მისცეს ბაკურ სულაკაურის გაკეთებული დედაენა და მე ავსვოთ. იმდენად განსხვავებული მიდგომა იყო, მაგრამ სამ თვეში ისწავლა კითხვა. მიდგომა, როდესაც აი მთლიანად მარცვლით, ასობგერებით კი არა, აი მთლიანად სიტყვის აღქმით ასწავლის წერა-კითხვას. მე არა ვარ წინააღმდეგი, რომ ესეც პარალელურ სივრცეში არსებობდეს, მაგრამ გოგებაშვილის მიდგომა, გოგებაშვილის კითხვა, აი ამ ლექსიკურ მარაგთან სიახლოვე, ეს რომ აუცილებელი ამაზე ორი აზრი არ აქვს, თუმცა კი ბატონო, მაგაზე ლაპარაკეთ, ხმოდელიზება მიდის ნაზრებში, რომ ეხლა აი ძიების წინააღმდეგი როგორ არა, როგორ გეკადრებათ ახლა საიდან რატო დარჩა ეს თავისუფლება, არ ვიცი, ძიების წინააღმდეგი, არ ვიცი
მერანაირად ვიქნები ძიების წინააღმდეგი, მაგრამ საფუძველი უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე მაქვს ლაპარაკი. კი ბატონო, ზოგადად პროტოტიპებზე, რომლებიც გარს გახვევიათ, ასე ბრძანეთ ჩემო მანანა და სხვა პროტოტიპებზეც ხომ არ იტყოდით 2-20 სიტყვას. აბა ისე გითხრათ. სხვა ზღაპრების პერსონაჟთა პროტოტიპებზე ნაბახტეველი გასაგებია და ეს რაღაცა დიდი. ჩემი ოჯახის წევრები არიან. კი ბატონო. აი მამლაყინწა და მამაშვილის ურთიერთობა, ეს მარადიული თემა. მამლაყიშვილის პირველობისთვის, რეალიზებისთვის, დამტკიცების რაღაცა დემონსტრაცია. ეს არის იქ პირველობის ასპარეზში. მე არის შერიგება. აი მაგალითად რაღაცა უთანხმოება არსებობდა ჩემს შვილებს შორის და გადასალახავია. ნებისმიერ და-ძმას შორის. თქმა უნდა, ჩვენ დიდი ოჯახი ვარ და 15 ოჯახის წევრი ვარ და აი ამ ოჯახის წევრთან დაკავშირებული 1.50. ამიტომ აი დიდია სივრცე და დღევანდელ პირობებში თან კოვიდის ეპოპეა რო გამოვიარეთ და რაღაცა დიდი გამოცდა ყველა ოჯახის წინაშე. ზარები იყო და აი მზარებს ეხლა იმ ზარებს კიდევ ავსებთ ეხლა და აი ეს დიალოგია. კი ბატონო, ძალიან საინტერესო. ყრბათათვის ბოლო კეთილზღაპრებს გზავდა ადამიანი უხსოვარი დროიდან, ალბათ იმიტომ ბუნება გაეფაქიზებინა მათთვის სილამაზისა და სიკეთის დანახვა, დაფასება ესწავლებინა. მერე კი დასრულისაგან ამ სიკეთის სილამაზის დაცვასაც ითხოვდა. ვინაიდან ერთი მეორის გარეშე ვერ შობს სიყვარულს, რომლისოდაც ადამიანთა ყოფა ერთი რაღაც აუტანელი ტვირთი და გაუსაძლისი არსებობა იქნებოდა და სხვა არაფერი. მანანა ზღაპრები ბოლო კეთილია, არა დარეჯან? აუცილებლად. ბოლო კეთილი ზღაპრებია და განსაკუთრებით მხიბლავს ამ ზღაპრების ბოლო აკორდები, ანუ წერტილის დასმის ხელოვნება, რომელიც ჩვენ სხვათა შორის ჟურნალისტიკაში გვასწავლეს, მაგრამ წერლობაში კიდევ უფრო საინტერესოა და საბავშვო წერლობაში მით უფრო. ორიოდ ნიმოსდავი მოწმებს სამწუხაროდ გვანიშნებე, რომ გვეწურება, თუმცა დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, რა თქმა უნდა, ამ დიდებულ ზღაპრებზე, აი ბოხმიანი ბოქლომი და მატრაკვეცა მაკრატელის ენდინგი, ანუ დაბოლოება. ასეთი ეფექტურია. ავტორი თითქოს გაწერულ და სანაგვეზე გადაგდებულ ბოხმიან ბოქლომს ახალ სიცოცხლეს უბრუნებს, სიყვარულის ქალაქიდან ჩამოსული რომანტიული ტურისტის ხელით და აბანოთუბანში. სიყვარულის ხიდზე მიუჩენს საპატიო ადგილს პარიზის შეწირული გულების კათოლიკური ტაძრის ანალოგიით. ან კიდევ ასეთი ბოლო აკორდი სხვა ზღაპრიდან. პეტელა შეესწრო ის ბოლო ამოკვნესას, როცა ერთმა პატარა უბოროტო ბიჭმა დედის გულის გასახარად მოწყვიტა ის ყვავილი. დედას ესიამოვნა შვილის ყურადღება, მაგრამ იცოდა ფოთლებს შემოცლილია, ხელშივე დაუჭკნებოდა და უბის წიგნაკში ფურცლებს შორის ჩადო. სასექტემბროდ კი ამის ყვავილით პირველ კლასელ ბურთიკოს გამორჩეული სანიშნე გაუკეთა დედაენისათვის. დროთა განმავლობაში ეს სანიშნე ხანთვალს მიეფარებოდა და ხან ისევ გამოჩნდებოდა, რომ ბურთიკოსთვის, თავადაც უკვე ბურთიკოების მამისთვის ქართლის ერთ ძირძველ მონასტერში სტუმრობა მოეგონებინა და დედის სიფაქიზით გადანახული ის კაეშანი ეგვცნო. ფიქრობ, ეს სწორედ დედაენაზე გაზრდილი ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება, რაც ლაიტმოტივად გასდევს ამ ულამაზეს საზღაპრეთს. ამიტომაც უნდა დაბრუნდეს გოგებაშვილის დედაენა ჩვენ სკოლებში. ფიქრობ, აბჯარასხულია უეჭველა და დაწყებითი კლასების სასკოლო პროგრამაში შესატანი. სულ ცოტა ეს ერთი ზღაპარი მაინც, რომ მეკითხებოდნენ მთლიანად კლასგარეშე საკითხავ პროგრამაში ამას დაუწესებდი დაწყებითი კლასის პატარებს. სათაურის ოსტატობა ცალკე საკითხია. ვერ გაგვაგრძელებთ ამაზე, სამწუხაროდ იმედია და ამეთანხმები დარწმუნებული ვარ. პერსონაჟების მეტყველი ზუსტი სახელები, ჭკვიანი და მზრუნველი თავფრთხილა ბატკანი თუ საქათმეინდაურების ავტონომია, გადიდკაცებული მამალი და თამამი ვარვარა, თუთიყუში მანამუ, რომელმაც ტვინში ჩიყი ჩაიმონტაჟა, დროს ფეხი უნდა ავუწყო, კეთილის სპილო აფრიკანა.
და ბოლოს ისე ვერ დაგემშვიდობები მანენა პარიზის წიგნის კვირეულზე არ კითხო, სადაც შენი ემისრები ყავს წარგზავნილი, შეხომ პირველ ყოვლისა გამომცემელი და წარმატებული წიგნის მკეთებელი ბრძანდები, მაგაში არ შეიძლება არ დაკეთანხმო. რა ისმის სინათლისა და სიყვარულის ქალაქიდან. დიდებული ბოლო აკორდი ჰქონდათ გუშინ კონცერტი გამართულა და მონაკო იყო წელს მასპინძელი ქოღან და მოვიდნენ და უთხრეს რომ დახურვა თქვენ მოაწყვეტა და გვაჯობეთ და აპლოდისმენტები ჩვენს არგზავნილებს. აი მუსიკალური აკორდი გააკეთეს თან კლასიკათან ნატომეტონიძე წასული იანვალი ბეგაშვილი და აი ძალიან ღირსეული და ისეთი ბედნიერები იყვნენ აი ფოტოები ნახე მეც რომ იგრძნობა რომ აი იქ იყო ოაზისი სიხარულის და ურთიერთობა პატარა საქართველოს შექმნეს კი ნამდვილად ბოლო აკორდად ამ მასშტაბური ღონისძიებისა და საწყენია რომ აქ სხვა ფესტივალი მიდიოდა ამ დროს პარალელურ რეჟიმში ეხლა ხო დღის წესრიგში ესეა რომ ყველაფერი იყოს ორ პოლუსზე და ვიყოთ ამ პოლუსებზე შერიგებაც ნიჭიერი ხალხი აუცილებლად მოვა და ეს ჩვენი შერიგება ეს დიდებულის ზღაპარიც ამის სიმბოლოთ არის ამ კრებულში დარწმუნებული ვარ უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასო ქალბატონებო დღეს ჩემს გადაცემაში სტუმრობისთვის, ჩემი გადაცემის დამშვენებისთვის, ამ დიდებული წიგნისთვისა და ასევე ძალიან საინტერესო შეფასებებისთვის დარწმუნებული ვარ ზღაპრების ეს კრებული სიკეთისა და სილამაზის საუფლოა, ასე რომ იპყრობს პატარების სულსა და გულს და კიდევ არაერთხელ დაიპყრობს. ეს გადამდები სიკეთე და სილამაზე კი უთუოდ იმიტომაც უნდა წააკითხონ, გაუზიარონ უფროსებს პატარებმა, რომ ბოლო წლებში სხვადასხვა გარემოებათა გამო გაუხეშებულ ჩვენს ყოფას ძველებური ხიბლი დაუბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ. მანამ ჩვეულებრივი თუთიყუში არ იყო, მთელი პლანეტის სადარდებელი აწუხებდა და გულთან მიქონდა. მან უმალ გამოაფხიზლა და დარაზმა ყველას აიმისოთ, რომ დედა აფრიკანას უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმის დროს სიყვარულის ისეთი ბაგირი გაჭიმულიყო, რომ მისი 5 ტონა სხეულიც დაეჭირა მის დიდ ტვინში დაგვოვილი დარდებით და დიდ გულში ჩატეული სიყვარულიც. იმასაც გრძნობ, საზღაპრეთი აღარასოდეს მიატოვებს ჩვენს უნიჭიერეს მეგობარს ქალბატონ მანანას და ბევრჯერ გაგვაოცებს და გაგვახარებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა პირიქით. კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო.